მოგესალმებით, ენას არხმევისთვის დიდი მოდიში დღეს ჩვენ შენი ხო დღეს ჩვენ გადავიღებთ ვიდეოს და ერთ-ერთ სერიას დასრულების და მოდი უკვე დავიწყოთ. ეგადის რა ხდება ჩლიფინა? რა ხდებოდა მზადადის? აი უკვე სხვა თემა ბრატ გამიგე? გაგრას იზრუა პოლიკა და მისი მეგობრების სახით ვატრიო. მიუხედავ მაგათ, მიუხედავ. მოგესალმებით, მე ანტონ კუტუწელია ვარ და ჩვენს ეთერში ახალი ანტონ კუტუწელია რა არის ახლა? ამბების დროა. ცნობილი ხდება, რომ დღეს სოფელ თარსულაში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს თავს ცნობილი სუპერკრიმინალი განდრონი დაესხა. მე ხმამაღლა ვაცხადებ. განდრონი თუ აქ მოვიდა, მე სახლში ცოცხალი არ წავა. იყო უკვე აქ ბატონო. არ იყო, სად იყო? აქ იყო ბატონო. რა? აქ იყო, ხო თქვენი დედავად. ბიჭიკით მე და დედა ჩემი სასადილო ქვეყნაში. უცებ ეს განდრონი მოვიდა ალბათ, ბრახანო რაღაცამ დაიძახა და წამოვიდა ჭერი. და ჩემი ჩავარდა პატრონში, ჩავყევი მეც, დაგვეცა მაცივარი. გამომიყვანეს ზემოთ თავში მაცივარი მქონდა მორტყმული. ეს ღამით გუშინ ღამით დაიწყო ეს ყველაფერი. cis ქვეშ განდრონი მოკრიფეს თუ რაღაც ეგეთი. რას ვამბობდი? განდრონი თუ ნახეთ თქვენ გითხეთ. ვინ განდრონი? ესე იგი, ბრახანო დაიძახა რაღაცამ, შემოგვივარ და სახლში განდრონი, სადაა პოლიკარპეო. შენი შვილი სადაა? მეთქი რა გინდა შენ ჩემ შვილთან? ხო და იმან რა მინდა კი არა, შვილი მოჭვი ბიჭო და ეს პროპელებს უხზე რომ აქვს დაატრიალა და აწყვეტილი ჩუსტივით ვაფორთხიალა ამ ჰაერის ტალღამ. კიდევ კარგი ჩემი შვილი და მისი მეგობრები გაიქცნენ და იმალებიან. არ ვიცი სად არიან, მაგრამ ეს განდრონმაც არ იცის და კარგია ალბათ. ხო და განდრონი მოფრინდა და რაღაცებს ამტრევს რა. მერე მოიცა და რა ვქენი იცი? რა? დავაჯვი. შკირანულად ეთქუშკა ყვიცხინეთი ბაღანათო ჭკუმად მულგან. ხოთომ то пел ხაჭაპურ. ვაიმე პოლიკარპის სამეგრელოშია ჩემი კაი გაუჩა. კეკვოჭე ჭკირხუმა გებჟალია ქიმერთ კაკუცხინეთ ბალას. ვაიმე სამეგრელოში ვარ. აი სადამენცრა. გაიღვიძე? ჩუმა ჩეჩემა რა გაღრიალებს? რა ხდება ბიჭო, სამეგრელოში ვართ? შენ არაფერი არ გახსოვს? არა, ჩუმად მომიყევი. ბაჭოს სახლში ვეყავით და თავს განდრონი დაგვესხა. ეგ მახსოვს კი? მერე შენ კიდეს მიარტყი თავი და გაითიშე. ბაჭოს მამამ ყველანი მანქანაში ჩაყარა და სამეგრელოში წამოგვიყვანა. აქ ვიმალებით რა? შენი გაიოზებ ხელაც იქნება. კლავიცოდი ხელაც იქნება. რა გინდა კაცო? რა მინდა ჩეჩემა? შენ ისი რა ხაფანგში ვარ და? ჩემთან რა გინდა კაცო? მოვიდა ეს განდრონი და არია ყველაფერი. მე გაიოზი ვარ და აი გაიოზ დავშვიტი. მამისმინე, ახლა ესეთი იცებიან რომ პატივისცემით მოკლან, გაიგე? კვერა? ყველაფერს მიხვდები. კაი რა პოლი გამურავ ჭამოთ. რატო არ ჭამ პოლი? შევჭამ ძმაო რა იყო, რა შემოცივდი? ხო და ჭამე, ჯერ შენ ჭამე. სერიოზულად გონია რომ საჭმელი მოწამლულია? არა ძმაო, პროსტა სტუმრა თუ არა, ისა. ჯერ მიირთვით თქვენ კაცო. მიჭო მაგარი რაღაც გითხრა? რა? ხო იცი პოლიკა და სამეგრელო ერთად როგორც არიან, რომ დაუკვირდე ახლა მაგარი ჩაჭმული იქნება რა, უეჭველი გონია რომ ხაფანგშია. ხო, უეჭველი, მაგაზე მაგარი გადაობა შეიძლება. ნოსან მუშა ვეგმორდ. მურე, ვაშკინესო? მიშა ნოსაბოშ, ქოიცი მიდგარენგ. ვარცკან ნოსატაკ დიამოშ წკუმარე. მე ბაღანე კიფყვამლა დოკეკო. გებშოთ კონჩერტ ჭირჩიკასე. ქობხოლად მულგარი. ბაჭო, რა ორას ამბობენ? რაო და ვერ გადაწყვიტე შეგჭამონ თუ არა. ბებია ჩემი იცახის რომ დამპალი ხორცი ექნება არ ღირსო. აუφ, ბაბუა შენ მარაო. მერყეობს დიდი თავი აქვს ცოტა დაკლა გაჭირდება მეზარებაო. რა გემრიელი საჭმელია. უხ მუჭომორ სამარგალო. მოსკილამჯანოქსი ჯოხორის ქუა. რა ხდება? ამდენი მეგრული შენ საიდან იცი? ჩუმად იყავი ბაჭო. ჩემი დებილი ხო არ გონი ვარ? რას ფოთა ვაფშე? დილით გემრიელი საჭმალი მაჭამეთ. შენ გონია ვერ მივხვდი? კიდათ რომ ჩემი დაკლის მერე გემრიელი ხორცი მქონდეს, ხო? მაგრამ ვერ მოგართვით. იარაღი სადიშოვე. დილით შენს ოთახში ვიპოვე. აჰა, კარგად ხუმრო პროჯექტ, მაგრამ ცოტა მარილი გაკლია. რანაირად იფიქრე რომ სათამაშო იარაღი ჩემაშინებდი? სათამაშო? მოიცე შენ ნახდი გეგონა? არა ნახდი. გაგიჩალიჩე. მეგრელები. რომ სარცილობენ მაშინაც კი გაბოლებენ.
ბიჭო, რაღაც ვიპოვე გამოგვადგება. რა იპოვე? YouTube-ზე ტიპს ვიდეო უდევს, მოდი ვუყუროთ, რაღაც კაი ინფორმაცია აქვს. მოგესალმებით, მე შემოქმედი ვარ და დღევანდელ ეპიზოდში პორტალიდან გადმოსულ უცნაურ ხალხს განვიხილავთ. ყველას გვახსოვს, რომ 2 წლის წინ თბილისში პორტალი გაიხსნა და იქიდან რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა. ერთ-ერთი ვიზიტორი განდრონი იყო. თვალში გვხვდება მათი უცნაური, ჩვენგან განსხვავებული გარეგნობა, რაც ალბათ ჩვენი სამყაროების სხვაობით აიხსნება. ასევე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვენი სამყაროს ატმოსფერომ პორტალიდან გადმოსულებს სუპერძალებიც კი მისცა. კაცების კონტროლი, მათი მანიპულირება, სიძლიერე, ფრენა, სუნთქვის შეკავება 34 წამი და ენერგიის ძლიერი აფეთქება. პორტალიდან გადმოსვლისთანავე განდრონმა თბილისის აღებას სცადა, თუმცა მას ყურსასყლეთი დაუპირისპირდა. მოდი უცებ ყურსასყლეთის ძალებიც მიმოვიხილოთ. მისი შესაძლებლობები მოიცავს ელვის და ელექტროების კონტროლს, სუპერსიძლიერეს, ფრენას და გაზების გამოშვებას ულიმიტოდ. განდრონის და ყურსასყლეთის დაპირისპირების დროს ქალაქის დიდი ნაწილი დაზიანდა. ყურსასყლეთმა განდრონი დაამარცხა და იგიც ადგილიდან მიიმალა. თუმცა საზოგადოების ნაწილი მიღებული ზარალის გამო ძალიან უკმაყოფილო იყო, ამიტომ ხალხმა იგი ქალაქიდან გააწევა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ყურსასყლეთი ახლა სოფელ ჩულაღში იმყოფება და მშვიდად ცხოვრობს. მან საგმირო საქმეებიდან ხელი აიღო, თუმცა ისიც ფაქტია, რომ განდრონი გადარჩა და უნდა ვიცოდეთ, რომ მის გეგმებში კარგი არაფერი იქნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ 82%-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ჩემს არხს უყურებს, ვიდეოების ნახვით ტკბება და ხალისობს, მაგრამ გამოწერას და ლაიქის ღილაკზე ხელის საჭირას არ კადრულობს და ვერ გავიგე კაც რა ოპეტურებაა. თუ უყურებ და მოგწონს ვეღარ ხვდები, აი ღეგ მაუსია თუ თითია თუ რაცაა და გააჭირე დედა გამოწერის ღილაკს, ხო შეიძლება, მაგრამ არა. მერე დამიწყებთ ვიდეოებს დროზე რატო არ დეფო და რა გაჭედა? ანუ რა გამოდის? რა გამოდის და ჩულაღში უნდა წავიდეთ. ჩულაღი სადაა კაცო? კახეთში მგონი. წავიდეთ ძმაო, წავიდეთ, ოღონდ აქედან მშვიდობით წავიდეთ და რა ვიცი ძმაო, აი, პოლიკ, ჰალტკები მამა ჩემს გავაღვიძებ და წაგვიყვანს. ხო, აღიცი დავაჭერო შიტრაკში. ხო, აღიცი დავაჭერო შიტრაკში. წლეცვეცებთ, ამ სოფელში უნდა იყოს. ჩულაყიდან ხართ თქვენ? არა. არა, ხო, არა, ჩულაყელი შტაბიჭდილებას ასტოვებ და იცი ყურსასყლეთი სადაა თუ არა? ამ გზას სწორად გავუყევით, მერე მარჯვნივ შევუხვიეთ და ყურსასყლეთიც აქ გამოჩნდება. კარგი, მადლობა. აი აქა ვიპოვე. ახ, ისო ფანები. ფანები არა, ლეღვი კიდე. შენი ძმაკაცი მოსაკლავად დაგვდებს ძმაო და უნდა მოგვეშველო, გაიგე? ვინ ჩემი ძმაკაცი? ვინ და განდრონი? პირველ რიგში განდრონი ჩემი ძმაკაცი არა. მე მეორე, მე საკმირო საქმეებს შევეშვი, გასაგებია? კარგი რა, ჩვენ უბრალოდ ბავშვები ვართ, მის წინააღმდეგ რას გავხდებით? ხო რა, შენ სუპერძალები მაინც გაქვს, ვიდეოს უყურეთ ბიჭებმა მეხსისვრით, თურმე უსასრულოდ აკუებ, დაფრინავ, სუპერძალა გაქვს. ეხ, ჩვენ სხვა სამყაროდან ვართ ბიჭებო. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. ერთ დღესაც იქ ჩვენ სამყაროში ვიბრძოდით. უცებ პორტალი გაიხსნა და აქ აღმოჩნდით. იქ ძალებიც კი არ გქონდა, რა ის ფრენა, რა ის სუპერ მეხები და ამბები. აქ კიდე უცებ სუპერ გმირი გავხდი. მე განდრონს შევებრძოლე და დავამარცხე კიდეც და ისიც ხალხმა რა ქნა, გამრიყეს. იმის მაგივრად მადლობა ეთქვათ მიწასთან გამასწორეს. იმიტომ რომ ბრძოლისას რამდენიმე შენობა დაზიანდა თუ რაღაც. მე საგმირო საქმეებს შევეშვი. ჩემი დახმარება როგორ ჩანს აღარავის ჭირდება. რა იყო ბიჭო, ჩაიჭვი? უკაცრავად. ვითომ ხალხის რეაქციამ გული აუცრუა, სინამდვილეში ყველა იმას იცახის, რომ განდრონის ეშინია და ვერ ჩნდებაო. აქედან მოშორდით ვაჭყადებო სანამ რამე დაგშავებიას. ამას უყურეთ. მოგესალმებით, მე ანტონ კუდუწელია ვარ და გაცნობებთ, რომ თარსულას ქალაქის თავზე განდრონი ლივლივებს და იმუქრება, რომ თუ ვინმე პოლიკარპე და მისი მეგობრები მასთან არ მივლენ, მთელს ქალაქს მიწასთან გაასწორებს. ამის გაკეთების უფლებას მისცემ ყურსასყლეთო? გითხარით, აქედან მოშორდით თქო. 1, 2 და 3. ფუ, შენმე კაცი მეგონე და პროჭი ხილაზე გიგანკალებს მთელი ქვეყანა იზრევა. გწვენოდეს ბრატ, გწვენოდეს. სასტრაფო სახში უნდა წავიდეთ, რაცაა ეგა, განდრონს მარტოები უნდა ვებრძოლოთ. რა? შენ ხო არ გაგიშდი? ტრაქში უთხრია მთელი სოფელი, იქ მარტო რა წაგვიყვანს. მომისმინე ბიჭო, სახში წამოხვალ, განდრონს წინ დავუდგებით, შევებრძოლებით და კაცურად მოიქცევით, გასაგებია? ერთ სიტყვას კიდე ვიტყვი და რაც სამეგრელოზე მოგატყუე მართლა აგისრულებ, იცოდე, გაიგე? აი ბაჭო, დამშვიდდი. პოლიკარპე, მივხვდი რომ დამალვას აზრი არ ქონდა,
ხო? შენზე გავიგერო დიშლაბირჟავი კიაო. რა თქვი ბიჭო? რა ვთქვი და დიშლაბირჟავი კი ხარ მეთქი. ეს დიხლადოლი ბავში ნახე რა. იმ ხელა თავი გაქვს შენსკენ რო ვიხედები ჰორიზონტი აღარ ჩანს ბიჭო. მე კათმებს მაინც არ ვეძმა კაცები. კაცმებს კი არ ვეძმა კაცები დიდთაო ვაკონტროლებ გამიგე? შეკათმების ძმა კაცო. შენ დიხლადოლო მე განდრონი არ ვიყო შენ თუ ასფალტი არ გაჭამო ბიჭო. ამას ვის ხედავ? ხურსასხლედო? სულთან ნეიტრალურ სარიელ ტერიტორიაზე ვიბრძოლოთ. ზუსტად ერთ კვირაში ბრატ, შუა დღის 4 საათზე. მან დიყავი და მე თქვენ მოგხედავ ბრატ. შევთანხმდით. ოღონდ იცოდე, ამჯერად ვეღარ მოიგებ. ყველაფერი შეიცვალა ბრატ, გამიგე? და დავიჯერო ასე მარტივად დაგთანხმდა? კი, დაიჯერე. ჩემს გამოჩენას არ ელოდა. იცის რომ სანამ მე შემებრძოლება უნდა მოემზადოს. ხელზე რა ჯანდაბა ეკეთა? არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ მაგით ხალხს აკონტროლებს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ომში მარტო არ იქნება. ჩვენც უნდა მოემზადოთ. და როგორ უნდა მოვემზადოთ? როგორ და უნდა გავერთიანდეთ. ჩვენი განსხვავებები, უთანხმოებები ყველამ უნდა დავივიწყოთ და ერთ მუშტად შევიკრათ. ბოროტებას არ და ვერ მივცევ იმის საშუალებას, რომ სიკეთეზე და ჩვენზე იზეიმოს. აბა რა, შუათელმა დამიარა, ბრძოლისთვის მზად ვარ. მე გაიოზი ვარ და გაიგაიოს დავშვიდი. არ მიაყავს შესაძლებელი. ბიზნეს დავიწყებ, დავითარცები. დიშლა ტიპები არ მე მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო, იმდენ მოგეწონათ და იხალისეთ. ეს ძალიან ვიდეო იყო. მე შესაძლოა ძველი ვიდეოა და რაღაცა, მაგრამ ავარჩიე და მინდა რომ ამერჩია ეს ვიდეო. იმიტომ რომ ჩემი ყველაზე ახალგაზრდა ვიდეო და ყველაზე რაღაც ისეთი მაგარი ეს იყო, იმიტომ რომ პოლიკარპე აღმოჩნდა სამეგრელოში. და პატონ კიდე მაგრამ მოატყო პოლიკარპე. ну, მოკლედ სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო. თუ გინდათ რომ გამოვიდეს შემდეგი, ანუ მორიგი კიდევ ბევრი დათარშულების ეპიზოდი, მაშინ დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხით და ასევე კომენტარებში დამიწერეთ რა გადავიღოთ. თუ დათარშულებს ექნება უფრო მეტი კომენტარი და უფრო მეტი ექნება ჩვეულებრივ ვიდეოებს, მაშინ ჩვეულებრივ ვიდეოებს ავდებ. თუ დათარშულების კომენტარი უფრო მეტი იქნება, მაშინ დათარშულებს ავდებ. ну, მოკლედ სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო, აბაჰით და აბაჰოთ, ნახვამდის.